2013 წელს 112-ის ოპერატორებმა 8.401.512 ზარს უპასუხეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ისინი იგივე შემართებით გააგრძელებენ მუშაობას და იგივე შემართებით დაეხმარებიან ჩვენს თანამოქალაქეებს. მაგალითად, ახლა უკვე 4 საათია, უпроსორედ 4 საკლია 5 წუთი და 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნინო მიქაუდაძემ გვაცნობა, რომ ოპერატორებმა უკვე 27.000 ზარი მიიღეს და ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩვენი გადაცემის პარტნიორ კლინიკებში უკვე მოათავსეს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მეზობელი კლინიკიდან 72 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს, რომელიც ბოლო კვირეების განმავლობაში კარდიოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. ამ ყველაფერს შინაგანის სისხლდენაც დაემატა. დამეწყო ტკივილები გულკერდის არეში. საბადი ექიმთა. გამსინჯეს კარდიოგრამა გადამიერეს და აღარ გამიშვეს. გამიგესეს სტენდირება სუზახია, მეგეთი კორონარია და სტენდირება და მაგდროს მომცეს სისხლის გამაცხელებელი სამალი. დამეწყო შინაგანი ერექცია სისხლის ალბათ კუჭიდან როგორც ექიმმა ახსნეს, გულის ასე ვთქვათ პრობლემები მოაგვარეს და კუჭის პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი. გადმომიყვანეს აქ. ერთდროულად ამას დაემთხვა ისიც, რომ გემაროი მაქვს და სადაც ნახა, მოკლედ გამთხევადმა სისხლმა სუსტი ადგილი ყველგან ეთყობა დაიწყო გაჟვანმა. პაციენტი სტაბილურია, ჩადარებულია გასტროსკოპიური გამოკვლევა, მიზეზი ვერ იქნა ნანახი სისხლდენის, თუმცა დაკვირვების მიზნით პაციენტი გადმოყვანილი იქნა ამჟამად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაუგზავნება დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება. პაციენტს დაახლოებით 10 დღის წინ აღინიშნა სისხლდენა კუჭიდან, ჩატარებული აქვს გასტროსკოპია, რითაც დაეშვა დიაგნოზი კუჭის წყლულოვანი დაავადება, რომელიც გართულებული იყო სისხლდენით. იმ ეტაპზე მოხერხდა ენდოსკოპიურად სისხლდენის კუპირება. მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდებოდა, მაგრამ ბოლო 2 დღის წინ პაციენტს კვლავ აღინიშნა შავი ღობლისებრი განავალი. ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში გასტროსკოპია, დაეშვა კუჭისა 12 ჯანაწავის მრავლობითი პოლიპოზის დიაგნოზი. ამჟამად სისხლდენა არ გრძელდება და პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდება კლინიკაში. კიდევ უფრო დეტალურად გამოვიკვლევთ და დავგეგმავთ შემდგომ მკურნალობის ტაქტიკას. –49 წლის ქალბატონი, რომელიც თავის გაუსაძლისი ტკივილების გამო გონებას კარგავდა, ოჯახის წევრებმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მოიყვანეს. წავედით. გამოძახება იყო დიღმის მასივში მეორე კვარტალში, ქალბატონთან, რომელიც კუჩივის ძლიერ თაბრუსხვევას, მდგრადობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულება მიღებული აქვს და ჩაუტარდა მკურნალობა, თავს მაინც ცნობდა ცუდად. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადმოგვეყვანა კლინიკაში შემდგომი გამოკვლევებისთვის. გუშინ გახდა და ცუდად შეტევა, საერთოდ თავი აწუხებდა, ტკივილები აქვს თავის და გამოიძახეს სასწრაფო და სასწრაფოდ იქნა გადმოყვანილი ამ საავადმყოფოში. თავბრუხვევა ჰქონდა, წნევა ჰქონდა დაბალი ძალიან. ფეხზე ვერ იდგა, ორიენტაცია ეკარგებოდა საერთოდ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო რამოდენიმე დღეა და ეხლა უკვე გუშინ ძალიან კრიზისული მდგომარეობა გადაიტანა და ამიტომ ძილებული გახდეთ სასწრაფოსთვის გამოგვეცათ.
ქალბატონი დღეს არის მოყვანილი სასწრაფოს მიერ. ერთი თვე დაახლოებით აქვს თავის თავრუსხვევა, თავის ტკივილი, რასაც შემდგომ ეს სიმპტომები პროგრესირებს და დაერთო თანდათან ბოლო ერთი კვირა გაურება, თვალებში ტკივილმა იმატა, თანდათან პროგრესირებს, დაერთო გულისრევა, პირღებინება. პარალელურად აქვს ტემპერატურები ამ ქალბატონს, ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა, რაიმე კეროვანი დაზიანება ნანახი არ იქნა ამ პაციენტთან. ეჭვი იქნა მიტანილი ნეიროინფექციაზე, კლინიკური ნიშნებით, გამოკვლევებით და რის გამოც ჩაუტარდა ლუმბალური ფუნქცია, თავზურგდნის სითხე გაიგზავნა ანალიზზე, მონაცემები ძალიან ახლოს იყო ეგრეთ წოდებულ ტუბერკულოზურ მენინგიტთან, იგეგმება პაციენტის გადაყვანა ტუბერკულოზურ სნეულებათა კლინიკაში. მსგავსი ჩივილებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში 80 წლის მოხუცი გადმოიყვანა. მოხუცმა ბოლო დღეების განმავლობაში გონება რამდენჯერმე დაკარგა. პაციენტი შემოყვანილი იქნა გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ იარის განყოფილებაში და შემოსვლის ძირითადი მიზეზი ეს იყო განვითარებული სინკოპი, ანუ გონების დაკარგვის ეპიზოდი, რომლის მიზეზით სავარაუდოდ ახლა ეს უკვე მოსვლის შემდგომ დადგინდა გამოკვლევის შედეგად იყო ატრიოვენტრიკულური სრული ბლოკადა. ზოგადად ჩივილების წარმოქმნა უჭირდა ამ პაციენტს, გამოხატული იყო ძილიანობა, თუმცა მაინც კონტაქტური იყო პაციენტი შემოსვლისას, სახელი გვარს ასახელებდა, ინსტრუქციებს ასრულებდა, მარტივ ინსტრუქციებზე ელაპარაკი. სახლში ჰქონდა გონების კარგვის ხანმოკლე ეპიზოდი, რის გამოც იქნა სასწრაფო გამოძახებული. აყვანილი იქნა მონიტორზე, მონიტორული მეთვალყურეობა ჩაუტარდა, ანალიზები გადაღებული იქნა კარდიოგრამა, ეჭვი იქნა მიტანილი გონების კარგვის მიზეზზე, რომ ეს იყო კარდიოლოგიური პრობლემა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ იყო პულსი გაიშვიათებული ამ პაციენტთან და კარდიოგრაფიული ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემებითაც ნანახი იქნა ბლოკადა. საჭირო იყო გულის რითმის ხელოვნური წამყვანის იმპლანტირება. ჩაყენება. შესაძლებელი იყო ჯერ დროებით ჩაყენებული იყო და შემდგომში დამდგარი იყო საკითხი უკვე მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გულის ბლოკადა, რომელიც თავისებურ აგზნების გატარების პრობლემას მოიცავს თავის თავში წინაგულებიდან პარკუჭებისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გულის მუშაობის რითმში არის შეფერხება, არის რითმი გაიშვიათებული, ანუ წინაგულები თავისი რითმით იგუმშება და პარკუჭები თავისი რითმით, თავის ტვინს არ მიეწოდა ადეკვატურად სისხლი. დაისვა დროულად დიაგნოზი და შემდგომ უკვე დროულად იქნა გადაყვანილი სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ განყოფილებაში. 70 წლის ქალბატონი შვილიშვილმა თავად გადმოიყვანა. მას საზარდულის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ქალბატონს პირველად დახმარებას თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების პროფესიონალი ექიმები გაუწევენ. ქალბატონი თვითდინებით მოვიდა, დიდი ხანია აქვს თიაქარი საზარდულის მიდამოში, რომელიც პერიოდულად ჩაიჭედება, მაგრამ მის ჩასწორებადია და სწორდება თავისით. დღეს ვერ ჩაისწორა მან თიაქარი, მომართა კლინიკას, იყო დაკვირვების ქვეშ.
დღეს კლინიკას მომართა 70 წლის ქალბატონმა თვითდინებით, შემოსვლისას პაციენტი ურჩეოდა ძლიერ ტკივილს საზარდულის მიდამოში მარჯვნივ. ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული და დაუსვით მარჯვენა საზარდულის ჩაწედილი თიაქრის დიაგნოზი. მედიკამენტების ფონზე მოახერხეთ თიაქრის ჩაბრუნება და პაციენტი იმყოფებოდა დაგვირების ქვეშ. დინამიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ძლიერი ტკივილები მოეხსნა, დასტაბილურდა მდგომარეობა. ჩვენს მიერ გაცემული იქნა რჩევა დარიგებები შესაბამისი და შემდგომ შესაბამისი მომზადების და გამოკვლევის შემდგომ მოგმართავ ჩვენ კლინიკას და ჩავდარდება გეგმიური ოპერაცია. სასწრაფო გამოძახებული იყო თვდიღმის მასივში, ჩივილებს პაციენტი წარმოადგენს, აღნიშნავს წელის არეში ძლიერ ტკივილს, რომელიც დაკავშირებული არ არის მოძრაობასთან. აღნიშნავს ანამნეზში ცირკმლის ქრონიკულ დაავადებას, გაკეთებული ადგილზე არის ანალგეტიკის ჯგუფი და სპაზმოლიტიკი, ტკივილ გამაყუჩებლები და გადმოყვანილია ცენტრალურ ემერჯენსში. მოულოდნელად დაეწყო ტკივილები, მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფოს, სასწრაფომ გადმოგვიყვანა ამ კლინიკაში. პაციენტ ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადასტურდა ჩვენი სავარაუდო დიაგნოზი მარცხენა თირკმლის ჭვალი, ნანახი იქნა 9 მმ-იანი კონკრემენტი მარცხენა თირკმელში. ტკივილი კუპირებულია, ქალბატონმა შვება იხსნა, ტკივილი აღარ აღენიშნება და გაეწერა ბინაზე. შესაბამისი რეკომენდაცია.